აი ეს არის კლასიკა რა, როგორ წინააღმდეგობაში უნდა იყოს შენ საკუთარ ხალხთან. აი ეს ვიდეო არის ეგ, რომ ჯინაზე, შენი ხალხის ჯინაზე მართავდნენ. ყველაფერს თავისუფლად, ყველაფერს ჯინაზე აკეთებდა. მოსulis სამიდან ჯინაზე აკეთებდა. საქართველოს და შენი ხალხის ჯინაზე მართავდნენ. ეს ლეგენდა ხო არ იყო არა, იმ ხის ამბავი, ხის მოჭრის ამბავი, ხო? ანუ ტიპი წარმოგიდგენ გაპრეზიდენტა და ჯინაზე ადგა ბავშვობის წყნები გაიხსენა და ხემოაჭრევინა. ერთ-ერთი პირველი განკარგულება ეგ იყო და ახლა იმან როგორ უნდა მართოს არა ჯინაზე. ქართველის ჯინაზე მართლა. ხე კი არა, ლიზა. სასწავლები აკეთა. ხე არა, გეუბნები, მერა ბერძენიშვილის ქანდაკება აფეთქა. საქართველოს დიდება. ჯინაზე. ჯინაზე. მეტი ქუთაისში, მეტი რა უნდა გაეკეთებინა და ამ აფეთქებას დედაშვილის სიცოცხლე შეეწირა. რა სერჩოდა მერა ბერძენიშვილის ქანდაკებას? გამაგებინე რა. აფული არ დაენანა იმაში რა ზახარჯული იყო, ან რაც ერჩოდა საერთოდ. ეს ხო არ იყო სტალინის ქანდაკება, გამაგებინე. ეგეთი კალიბრის ადამიანებისთვის მთავარი არის რომ ჯინი მოიყვან და რა ვისეჯინებიან, რა შეჯინებიან და რას აღწევენ, ამით ამას არ არის. აი, ნა გაუშვათ ხა, აი ჯინაზე გამახსენდა და ეს გაუშვათ ეს მესამე არქივის კადრი რა, თუ შეიძლება რა. რას ლაპარაკობს ნახეთ რა. ხო, როგორი განცხადებები 2-3 დღის წინ ერთ-ერთმა უწყებამ ისტერიული განცხადება მიუძღვნა ჩვენ ცდელობას და ჩვენს გადაწყვეტილებას, ეს აღარ არის უკვე ცდელობა, დავიწყოთ, მივიღოთ კანონი, შევქმნათ დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, რომლის ფარგლებში ჩვენ ვმუშაებთ ავტონომიის აღდგენაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. და როგორი სიძულვილი და როგორი ისტერია გამოიწვია ამან. როდესაც მე წავიკითხე ეს ისტერიული კომენტარები, აი მაშინ ნამდვილად მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგევარ და ბოლომდე გავაგზავნებთ ამ გზაზე სულაც გავაგზავნებთ ყველა ერთად, ამად გულის გასახეთქად. ამად გეგმების საწინააღმდეგოდ. ანუ გააგრძელებს საუბარს ხალხის გულის გასახეთქად. მათი გეგმების საწინააღმდეგოდ. ანუ მათ ჯინაზე. ანუ საქართველოს ჯინაზე. Hop. Gia, you are the best. ლიზა, რატო აკეთე, რატო მიკეთე? ზუსტი შეფასება გქონდა და იმიტომ. მადლობა ლიზა. არა, უბრალოდ წარმოიდგინე რა. ეს ლაპარაკი არის ოსეთის იმაზე რა. რაღაც იმას ერთეული რო გააკეთე და მაგათ ჯინაზე ხო იძახის და რა მიიღო მე? ხო არ დაგვიჯერა, რა მიიღო? 8-ში რა მიიღო? ან 8-ში რა მიიღო? და საერთოდ რა მიიღო? ეს ხა მივხვდი რომ ეხა ეს უნდა გავაკეთო ზუსტად, აი ამის გულის გასაკეთქად და ამის ჯინაზე და ყველა ჟესტით რო იწובה რომ შეშლილია. ყველა ჟესტით რო იწובה რომ შეშლილია რა. ხო. და ჯინაზე ცხოვრობს ვაფშე, გესმის? ადამიანების, აი ადამიანების ჯინაზე ცხოვრობს. ქართველი ხალხი ჯინაზე ცხოვრობს. მართ აი 100%-იანი შეფასება ადამიანების ჯინაზე ცხოვრობს რა. არ ვიცი რა. კაპიკია მაგის ცხოვრების ფასი. ეხა რა სიძახის არ მოიდგინეთ, აი 5 იანვრის არჩევნებზე რა. ის იმ არჩევნებზე რომელმაც ერთ გამოიწვია, ამის გაყალბებამ გამოიწვია შემდეგ უკვე რაც მოხდა ყველაფერი. 2008 წლის ომი და შემდეგი დანარჩენი ეს ყველაფერი, ეს წამებები, ეს 26 მაისები, ეს ყველაფერი მოკლედ. აი ნახეთ რა სიძახის რა. მე მინდა გთხოვოთ, რომ ეს ყველა დანარჩენი თქვენ დევნილებს და ნაცნობებს მეგობრებს უთხრათ. რაც არ არის კიდევ ერთხელ მე ეს ალბათ ტელევიზიით არ არის გასასვლელი, რომ უთხრათ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ეხლა წყდება. მართლა 5 იანვარს წყდება. 5 იანვარს ან საქართველოს 5 იანვარს ან მე მივიღებ მანდატს, რომ თავარი საკითხი გადავწყვიტო, ან გარწმუნებთ, რომ დავკარგოთ. ეს არის მართლა ასე. და მე მინდა რომ ჩვენ ერთად ეს არ დავკარგოთ და ჩვენ ერთად დავიბრუნოთ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ბოდიშ მოგიხდით, იმიტომ რომ შეხვედრებზე მივდივარ, მაგრამ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც რომ მოგძაით და გავაგზავნოთ ასე უთეთქობას და ხო. კი. აი ზუსტად 5 იანვარს გააყალბე არჩევნები. 5 იანვარს ზუსტად. ნაგავს საყრელში ყარე ბიულეტენები. 5 იანვარს. იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა შემდეგ. კი ბატონო, ზუსტად ეგრეა. ფუშინი. მასოყა, გავიდა ტვინებამდე თუ გაგიასნოთ ახლა.
Რაც შეკავს. არა ვიტარი ნერვები. არა ტიპი просто როგორც ტიპი. არა მასოკას არ ესმის მაინც, ხო? მასოკას გაგრას ესმის უკვე. ყველას ესმის აბსოლუტურად უკვე და არა, უმცირესობაში იმას აღმოჩნდნენ უყურს, რუსთაველის ისე. მასოკას. იმათი რუსთაველი სად არის იმათი მასოკა სადღა არის მასოკა? არ არის მასოკა. მასოკა სად არის გეხოცები მითხარი ძალიან მყორი. 15 წელი ადამიანი დარჩა და ნახევარი ვიღაცა. რაღა მასოკა. ეხა ნახეთ რა, გვარამია ყავს დაბარებული, გვარამია, პროკურორი გვარამია ყავს დაბარებული თავისთან. ჯერ გვარამი არა ვიძზია, ნახეთ. აუ გვარამია აი აბსოლუტურად სხვა გვარამია წარმოიდგინე. რომელიც მე მგონია რომ აი მსგავსი კლასიკური მაგალითი ადამიანისა რომელიც პროფესიულად დეგრადირებდა ადამიანურს აღარ ვლაპარაკობ დეგრადირებული იყო ისაც არ მოსეს ეს ტიპი იყო ჯერ მინისტრი პროკურორი იყო ხო მე იყო რაღაც მუსიკალური გადაცემის სამყარო მე კიდე რაღაცის მე იყო იმის რაღაცა ღლაბუცა რაღაცა სისუსიგიჟეებში აბსოლუტურად გადავარ თავარია რომ იყო პოლიტიკოსი ისა პოლიტიკოსი არაბია როგორც პოლიტიკოსი მოევლია ხანდინარეში შევარდებოდა როგორც საქართველოს მოევლია როგორც პოლიტიკოსი აი კარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმოიდგინე პროკურორი სააკაშვილის კაბინეტში და ციხეებზე ლაპარაკობს და ის როგორ უსმენს სერიოზულად აი ნახეთ თუ შეიძლება რა მე ძველი გვარამია გლიჩავს რა ძველი გვარამია უფრო მოგწონს თუ ახალი გვარამია არც ერთი არა აი ვიზუალურად არც ერთი როგორც პოლიტიკურ აი პოლიტიკოსი ახალი პოლიტიკოსი გამოჩნდა ვიზუალურად შეხედე ესე გეტყვი მომწონს არა მაგრამ რეალურად რაც არის გვარამია ის აი ახლა აი ამ თავისი იმიჯით უფრო ზუსტად გამოხატავს თავის თავს ვიდრე ადრე პიჯაკში ვაფშე არ იყო პიჯაკში ისეთივე ის იყო ბზე просто ხო ნუ ეხა აი ეს პირდაპირ იმაში შერწყმულია კარგად ვიზუალით და შინაგანით არა იქაც მაგარი იყო კაი ყბები ქონდა გაკეთებული კაი ნაშამნაჭამი იქ პროკურორი რო იყო კაცო ნაჭამნასმა როგორ აბარებს აჩოტებს სტილის პანჯბობის ვიძე დადიოდა როგორ აბარებს აჩოტებს ნახე ეხა რო იძახის რომ რა ნაცები მე ნაცი საიდან ვარ კაც ვარ გაგიჟდეთ მე ახალი ვარ კაც რა ნაცი ვარ აი გვარამია მე ვარ ახალი გვარამიას ყურში რო ჩაზახებენ ეგრევე იმას იმეორებს გეხოცები კაი რა გაუშვით ერთი ახალი კარგად დავიწყებული ძველი უყოთ გაუშვით აბა როგორ მინდის ციხეებში მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჩემი დავალების შესრულება ციხეებში დღეის მდგომარეობით პენტენციალურ სისტემაში არის 18000 ადამიანი დაახლოებით 20 მეტი. ჩვენ ახალი რამდენიმე დაწესებულება ავაშენეთ, ეს არის გეგუთის 1500 უკვე 1500 ადგილიანია და უკვე შეიძლება იქ მოხდეს შესახლება და ახალი კორპუსის წესით წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 1000-მდე ადამიანი იქნება განთავსებული. ახალი ციხე აშენდა ბატონო პრეზიდენტო გდანში და აქაც 1000 ადგილი არის თავისუფალი. აქ არის საავადმყოფოს კორპუსიც აშენებული, მაგრამ სამწუხაროდ ის არ არის ტექნიკურად აღჭურვილი და უზრუნველყოფილი და ამას ჭირდება დაახლოებით 2 მილიონი ლარი. გდანი ინფრასტრუქტურულად შეესაბამება, თუმცა ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს და სამწუხაროდ თანხები არ არის ამისათვის. პრობლემა იმაშია, რომ ციხეში ადამიანი არ სწორდება. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ გაშრობა გვიჭერს, იმიტომ რომ ის გასწორებულ ადამიანს გარეთ პრაქტიკულად ვერ უშვებს. გაშვება უჭირს, იმიტომ რომ გამოსწორებულ ადამიანს გარეთ პრაქტიკულად ვერ უშვებენ. ხო და იჯექი მიშა ციხეში. იჯექი. გამოუსწორებელი ხარ შენ. გამოუსწორებელი დამნაშავე და ახო თუ მატყუ არა. ტყუი ხარ, მიშა ტყუი ხარ. ახე რა ტიპი რა სიძახის წარმოგიდგენიათ. ციხეში დავტოვოთ ადამიანებიო. მიც როქს მოიხთიანო. იმიტომ რომ გამოსწორებულები ეგენი არ არიანო. ვაი დედაია. ჯერა და არ გეწინააღმდეგები. არ მეწინააღმდეგები. არა არც ერთ სიტყვაში აი რა ვიცი იყო გვარამია თქვი რა. ხარა ცალსახად ახალი უფრო შეეფერება თავის თავს. აშენდება 3.2 მილიონი ჭირდება. რა გაკრეჭილია? გვარამია. მიშას მიშა მათხოვა პარიკმახერია. დაისეს და აი ურტყეს უკდიდა ის მაკრატელი რა. არა ეს მაქსიმალ შორებელი ჭირი მოიშორეთ. შორებელი ჭირი, короче, ხან ნაცია, ხან პირველია, ხან მეორეა, ხან მეასეა. короче, ეს გვარამია. ხან ციცაკას ჭამს, ხან ფილს იყრის, ხან იმაზე რაღაცა მომღერლებს კიცხავს, ხან სცენაზე ვარდება, ხან გაბუნიასთან ცეკვა. თავის კლასტერი ეუბნებიან რომ მოხა
ოპოზიციაში ყველაზე გამორჩეული შენ ახალ ნიკა. შენ ყველაზე ნიჭიერი. არა. კი, მაგას ეუნებიან აბა. კი, როგორ არა. კაი ხარ კი, მაგის ბრევს გონია რომ ეს ყველაზე ნიჭიერია. რა სიძახი ხარ? რანაირად არის ეგ ყველაზე ნიჭიერი? ეგ მაგათ ეგრე გონიათ, თორემ რა ნიჭიერიც არის მე ვიცი. უფრო მგონია რომ ეს არწმუნებს ეს ბრევსო ეს არის ძალიან იცი ნიჭიერი. როდის იყო ძალიან ნიჭიერი და კრიტიკული? აი ფქვილი რო შეიყარა. ეგ იყო კულმინაცია მაგის ნიჭის გამომზეურების. აუ როგორ და დეგრადია. ციცაკებს რო ჭამდა, ციცაკებს. და ციტელ კომპოტს რო სვავდა, კომპოტს. სეკვებში არის კიდე ძალიან, სეკვებში კიდე ძალიან. სეკვებში, აუ. მიაწვეს მაგას რა თუნდა ეს მაიმუნობა რაღაც 1000 რა. ხო რა მიაწვეს მაგას, რაღაც მოდაში მაინც მიიღოს მონაწილეობა. ჩაიცვას ის რაც ეცვა რა, ჩაიცვას, წავიდეს იქ რა თქმა პარიზში მიიღოს მოდაში ახალ კვირეულში უნაირო შარვლებით რადიო ციტელი ბოტასები. ციტელ ფეხებამ ტრედია ლიზა. არა თან იცი რა არის, ყველაფერი ხომ მოხდენასეც. არა აი ხო იცი აი არიან ტიპები, აი კაცარ უნდა მაგარი ჩაიცვათ, არ არსებობს. არაფერი არ უხდება. წითლძეს რაც არ უნდა ჩააცვა, ხო და მაგას გეუბნები, არა შანსი არ არის, არაფერი არ მოუხდება რა. აი ეგეთი კაცებში. ვესპიჯაკი მოირგო და საბოლოოში ვერც ეს ვერ მოირგო. ვერაფერი ვერ მოირგო. გახსოვს ის სურათი რო ვიღაც ქალს რო აგინებს. გაგაწეწე ხო? დედა მე გეუბნები ეს კაცი არის, რო დააკვირდა მაგალითი მთელი ნაციონალური მოძრაობის დეგრადირების, აი საიდან და ჩამოიშალა რა ტიპი რა, ჩამოიშალა. განაგაინა როგორი სახით გიფსავდა? გახსოვს ის სახე? ახლა კვესიტაზე რო ეჟდა გვერდზე. კი. ფუჩები რა. არ არის ადეკვატური. რაც არიან ადეკვატურები, რაც არიან ეს არის. მარტო გვარამია შეგვიძლია გამოვიტანოთ ვიდეოებით და ვილაპარაკოთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. ხო, ნუ არ შეუულია მაგას ეთქობა იმღეროს ეს ამბავი რა. მაგას არაფერი არ შეუძლია. აი რაღაცა სიმართლის ვაი სიმღერით მაინც მოგვაწოდოს რა, აი. მაგალითად აი რაცა ვარ ესა, დარდიკაფნეს. არ შეიძლება რა გვიმღეროს? ცოტა რაღაც ცოტა სიმპათიას მაინც გავა რაღაცა ვა სიმღერა ცოდნია ვიტყვი. ახლა რა არგი რა კიდე ბოლომდე და ვიგინდა მოჭრა. იცი სიმღერა თუ არ იცი? ვიცი მე ასე არა ვარ რატო იცი სიმღერა. რო იცოდეს აქამდე 9 ჯერ იმღერებდა. უეჭველი იმღერებდა რას ლაპარაკობ. არა კაი რა. ეთქობა მაგარი ყურზე დაბიჯებული სპილოსგან არის რა. არა. მარტო ყურზე? ყურზე. მარტო ყურზე არა, მარტალი ხარ. ის ვარგი. დაბიჯებული ტიპია. ის გასრესილია. დაბიჯებული არ ნიშნავს მაგას. სტრესი.